სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია. მონაცემებს Galten Tagarti აქვეყნებს. საინვესტიციო ბანკის ცნობით, პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ განაპირობა. მეორად ბაზარზე კი გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. ამასთან ზრდა განაგრძო ფასმაც, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ სექტემბერში 4011 შეადგინა. აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით იყო გაზრდილი. ჯამურად 2025 წლის 9 თვეში გაყიდვები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა, 2025 წლის 9 თვეში თბილისში სულ 29972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზრის ზომის 12%-იან ზრდაზე მიუთითებს. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი გაიზარდა. Galten Tagartis მიერ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში მათ მიერ რეალიზებული ბინების დაახლოებით 74% საქართველოს მოქალაქეებმა, 26% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იყიდეს. თუ ბოლო წლების მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ქართველების წილი შემცირების ტენდენციას აჩვენებს, მაგალითად 2023 წელს ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს 84%-იანი წილი ეჭირათ, რომელიც 2024-ში 79%-მდე შემცირდა, წელს იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კი როგორც უკვე აღვნიშნეთ 74%-მდეა ჩამოსული. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შორის ყველაზე დიდი წილი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, მათ ჯამურ გაყიდვებში 11% უჭირავთ, რეალიზებული ბინების 3%, რუსეთის მოქალაქეებმა შეიძენეს 12% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე ნაწილდება. Galten Tagarti მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში, რაც ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ სექტემბერში შერჩეული დეველოპერების პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად თითქმის 82%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალმასშტაბურ პროექტებში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ განაპირობა. პროექტებში, რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების 87% უკვე რეალიზებულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განმადებებით განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ 0.1%-ით შემცირდა, რაც სამშენებლო ხარჯების მოკლევადიან სტაბილიზაციაზე მიუთითებს. რაც შეეხება მონაცემებს წლიურ ჭრილში მშენებლობა 4.7%-იან ზრდას აფიქსირებს. ინდექსის წლიური ზრდა უმეტესწილად მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.2%-იანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული. მათი წვლილი ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად 4.29 და 0.34%-იანი პუნქტი იყო. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელფასების ზრდა მშენებლობის ღირებულების მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება. 2022 წლის თებერვალთან, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან დღემდე მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24.8%-ით არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანიანი 1.8 მილიონის უკანონო შემოსავლისთვის დააკავა. უწყების მტკიცებით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახლებების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოსტელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი. მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგინი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს ჰქონდათ. ვლადიმერ სტეფანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ცნობისათვის დეველოპერული კომპანია კრისტალ ჯგუფი ბაკურიანში 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად, ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც
კრისტალის საკურორტო ზონა ბაკურიანში. ამ დროისთვის ბიზნესმენის სახელზე 6 შპს ფუნქციონირებს, რომელთა შორის არის შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპი, ბუენოს აირესი, საგა ბაკურიანი, კრისტალვილი, კრისტალ სერვისი და შპს ნიკორა ბაკურიანი. აღნიშნული კომპანიის 50% სუპერმარკეტების ქსელი ნიკორას ეკუთვნის და დანარჩენი 50% სტეფანიას. მიწების მიტაცებისა და კოტეჯების უკანონო მშენებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს ბახმაროშიც. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმეში ააი კურორტების ბახმაროს დირექტორის მოადგილეც ფიგურირებს. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში სამწუხაროდ ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, განაცხადეს უწყებაში. სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესიის ანტონიო გაუდის საგრადა ფამილიას მშენებლობა 140 წლის შემდეგ 2026 წელს დასრულდება. გასულ კვირას ბაზილიკის ცენტრალურ კოშკზე ჯვრის პირველი ელემენტი დამონტაჟდა, რითაც ნაგებობის სიმაღლემ დაახლოებით 162 მეტრს მიაღწია და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია გახდა. პროექტის ზუსტი ღირებულება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა ცნობებით ის დაახლოებით 374 მილიონ ევროს შეადგენს. საგრადა ფამილია ერთ-ერთი ყველაზე მონახულებული ეკლესიაა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ეკლესიას 4,9 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. 2024 წელს ეკლესიის შემოსავალი 133,9 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს 126 მილიონ ევროს. რაც შეეხება მშენებლობის დაფინანსებას, ეკლესიის მშენებლობა წლიურად 25 მილიონ евро ჯდება და მთლიანად ეკლესიის შემოსავლით ფინანსდება. გასულ წელს მშენებლობის ინტენსიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად ხარჯებმა მოიმატა 2024 წელს შემოსავლის 51,9%, ანუ 70 მილიონი ევრო მთლიანად მშენებლობას მოხმარდა.